ძალიან მიხარია რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ და ყველა ერთად ვიწყებთ დემოკრატიული პროცესისათვის თეთრწყაროში საფუძველის ჩაყრას. თეთრწყაროს მრავალი გაჩერება აქვს გამოვლილი, მრავალი იმედგაცრუება აქვს და ეს გამოწვეული იყო მრავალი წლის განმავლობაში არასწორი ადმინისტრირებით, არასწორი პოლიტიკოსების ადგილობრივი მმართველობით, რომელთა მიზანი იყო მხოლოდ საკუთარი ჯიბის გახარება და მათ არ სურდათ ეზღუნათ თეთრწყაროში. 2014 წელს მოხდა პირდაპირი წესით განგებლის არჩევა და იმ გაბატონებულ კლანს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თეთრწყაროს მიწასთან ასწორებდა, გამოეცალა საფუძველი და ჩვენ დღეს გვყავს ჩვენს მიერ არჩეული ჩვენი გამოვლელი, რომელიც ყველა გონეს ხმარობს იმ ძიმე მემკვიდრეობის გამოსასწორებლად, რომელიც მან მიიღო. დღეს თეთრწყაროს გამგებელი ბატონი ბესკიტლაური ანგარიშს ჩააბარებს მოსახლეობას. ეს ხდება თეთრწყაროში პირველად უპრეცედენტო შემთხვევაა და ჩვენ ვსურს, რომ ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდეს და ყველა ხელისუფალმა იცოდეს, რომ ის საზოგადოებასთან არის ანგარიშს ვალდებული. ჩვენ ასევე გამოვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს თანამონაწილეობის დაგეგმარება ურბანულ დასახლებაში და თითოეულ მათგანს ექნება შესაძლებლობა თეთრწყაროს განვითარებელი ნაწილის აღდგენის დროს მიიღოთ ჩვენი მონაწილეობა აღდგენის პროცესში ჩართული იყოთ და ჩვენ მიერ მოდანილი იდეებით და პროექტებით მოხდეს თეთრწყაროს განახლება. თეთრწყაროს გამგეობა დღეს მოწოდებულია განხლებისკენ, რეფორმირებისკენ, როგორც საჯარო სტრუქტურების, ასევე კლიანად როგორც ჩვენი თეთრწყაროს, ასევე სოფლების. ახლა კი თხოვ ჩვენს მიერ არჩეულ ჩვენს გამგებელს ბატონ ბესკიტლაურს დაიწყოს მისი მოხსენება. მოგესალმებით. ახსოვოთ, წელი მასალა შევსწრებით. მოკლედ მოგახსენებთ, ეს მასალა დაგიგდება თითოეულთაგან. მნიშვნელობა რა არის ჩვენი დღევანდელი შეხვედრის. მოგეხსენებათ წინა ხელისუფლების დროს პირველი შეხვედრა არ წარმოადგენს საარჩევნო კამპანიას, აქტიას. ეს არის ელემენტარული ვალდებულება არჩევნების განგებლის. ანგარიში გაწეული ანგარიში მოახსენოს მოსახლეობას, რადგან მოგესალმებით გამგებელი თქვენი გადასახადებით ცხოვრობს, შესაბამისად გამოცვლება შესული თვითმმართველობაში, ზოგადად თვითონ საზოგადოებისთვისაც უცხოა ხილი, რომ ასე ვთქვათ, გამგებელი გამოსულიყო მოსახლეობაში და ანგარიში ჩაეყოლებინოს, როცა პირიქით ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს. აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა რთული პერიოდი გვერდო საზოგადოების ცნობიერების მქონებას და ზოგადად ბიუჯეტის მქონებას და საერთოდ ზოგადად გლობალურად ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე ვიდექით 2012 წელს. 2014 წლიდან მოხდა გამგებლის პირდაპირ არჩევა, შესაბამისად ძალიან ბევრი პროცესი განხორციელდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს პროცესები საზოგადოებისთვის დღევანდელი პრესობით უცხოა. ეს ვიხარებოდი სამწუხაროდ უცხოა ეს საზოგადოებისთვის. ეს სიტუაცია პირველი ანგარიში აღარების მოსახლეობას, მაგრამ არ აუშავს თქვენი ჩართულობით, ახალგაზრდების ჩართულობით ეს პროცესი გადაილახება
იმედი გვაქვს, რომ ერთად შემართულები რაიონის მიუხედავად. რაც შეიძლება ანგარიშს. თეთრაოს მუნიციპალიტეტის 2015 ბიუჯეტი განისაზღვრა 11.900.000 ლარი. ადგილობრივი შემოსავლები 1.352.200 ლარი. გრანტები 7.500 ლარი. გადანაწილებული ტრანსფერი 4.4 მილიონი. მიზნობრივი ტრანსფერი 2.7 ლარი. ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერი 3.300.000 ლარი. სხვა შემოსავლები 9 მილიონი, ამაში მოსახლეობის სანებადო მოსახლეობის და შემდეგ არაფინანსური აქტივების კვლევა 84.000 ლარი, გარდამავალი ნაშთი 2.400.000 ლარი. შემოსავლები შეადგინა 2015 წელს 9.494.600 ლარი. ფაქტიურად კი შემოსულია 8.607.200 ლარი. გეგმის 90.8%. ხარჯვითი ნაწილი თეთრაოს მუნიციპალიტეტის 2015 ფაქტურა ხარჯმა შეადგინა 10.400.600 ლარი. ნაცვლად გეგმიური 11.19.700 ლარი. გეგმარი 11.900.500 ლარი. ფაქტობრივი 10.240.600 ლარი. ეს განახორციელა ძირითადად სამხარაო სექტორმა. შესრულება ათვისება იყო 100%, მაგრამ ათვისება 90%. ეს შეეხება ინფრასტრუქტურულ ნაწილს. 2015 წელს თეთრაოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განისაზღვრა 3 მილიონ ლარზე მეტი. მათ შორის ადგილობრივი ბიუჯეტი 990.990 ლარი, პროექტებით 1.330.000 ლარი, სოფლის გადაჭერის პროგრამით 790.800 ლარი, მუნიციპალური განვითარების ფონდით 2.369.000 ლარი, აქედან 475.900 ლარი თეთრაოს მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით. 2015 წელს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების გაგეგმვისას მოსახლეობასთან შეხვედრების და განხილვის პროცესში გამოყენებული პრიორიტეტების შესაბამისად მოსახლეობის საპასპორტო პირობების გაუმჯობესების, გზების ინფრასტრუქტურის აღდგენა, რეაბილიტაციის, სკოლამდელი დაწესებულების რეაბილიტაციის მიზნით და სხვა განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის 27 ადგილობრივი ბიუჯეტი, 9 რეგიონალური განვითარების ფონდით, 82 სოფლის გადაჭერის პროგრამი, 9 მუნიციპალური განვითარების ფონდი. ამას შედგება ჩვენი ადგილობრივი განვითარების. შედის სტიქიის შედეგად სალიკვიდაციო. მოგესალმებით, შარშე 2015 წელს ივნისში 3 სტიქია რეგიონში. მათ შორის ირადა მთლიანად მოსკვა ოლქიდი წავებული, მთლიანად მოსკოვი სულეთი, ასევე სოფელი წვერი, სოფელი კლეისი, ახალ სოფელი. საერთო ჯამში 2015 წელს განხორციელდა 150 ინფრასტრუქტურული პროექტი. აქვე აღნიშნულ ფინანსურაჩემ პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს დააპირებული ვარ არცის პროექტს, ერთადერთი პირველი სამართლებრივ წარდგენას და ვითხოვდი მოსახლეობის ჩართულობას. ასევე პრიორიტეტები დააკარგეს მოსახლეობამ ამათვე სოფელში ის პროექტები ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში სადაც 80%-მდე შესრულდა და დამატებით განხორციელდა ეს პროექტები ასეთივე. საავტომობილო გზები და ხიდები 2015 წელს საავტომობილო გზების, ხიდების, სახიდი გადასასვლელების, სანიარდე არხების, მშენებლობა რეაბილიტაციის მიზნით განხორციელდა 52 ინფრასტრუქტურული პროექტი. საერთო ჯამში მოასფალტდა 9 კილომეტრზე მეტი საავტომობილო გზა. ქალაქ თეთრაოსში საგზაო და ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით 13 ქუჩაზე განხორციელდა მოასფალტების სამუშაოები. საერთო ჯამში მოასფალტდა 5 კილომეტრ ნახევარზე მეტი საავტომობილო გზა. სოფელ ჯორჯიგაში და სოფელ დიდირაგაში განხორციელდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ორი ხიდის მოწყობა. ამჟამად განხორციელებული ტენდერები მიმდინარეობს სოფლის გადაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა
გამოყოფილი იყო 719,000 ლარი 2015 წელს. ასევე სოფლებში დაიხარჯა წყლის რეაბილიტაციისთვის 200,000 ლარი 5 სოფელში. დამატებით განხორციელდა წყლის რეაბილიტაციისთვის რამდენიმე ათეულ სოფელში სოფლის ხარჯების პროგრამის გამოყოფილი თანხებით პროექტების განხორციელება. 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაფინანსებით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელდა ქალაქ თეცხალოს ნომერ 1 და ნომერ 2 სოფელ კორდის ჯორჯიაშვილის მინისტროს ბოლშევიკის ხაიშის საბავშვო ბაღებში საერთო დილებულებით 209,860 ლარი. რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა მამისის საბავშვო ბაღს, რომლის დილებულომ ხელშეკრულებით 46,515 ლარი შეადგინა ფაქტობრივად ხარჯი. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით თეცხალოს მუნიციპალიტეტის კორდის დასახლებაში არსებული შენობის მუსიკალური სკოლის საფუძვლის საერთო სამუშაოები განხორციელდა დილებულებით 27,750 ლარს. ასევე სოფლის ხარჯების პროგრამით აღარ აშენდა და დასრულდა რამდენიმე საერთო დარბაზი მას შემდეგ. მოსახლეობის დასახლებების პერიოდის გაუმჯობესების მიზნით 2015 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა ქალაქ თეცხალოში მშვიდობის ქუჩა ნომერ 1-ში, ჭავჭავაძის ქუჩა ნომერ 1-ში, ტიჩეთის ნომერ 2-ში და ნომერ 3-ში მდებარე მრავალგვარიანი საცხოვრებელ შენობების საცხოვრებელ რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოების საერთო დილებულება შეადგინა 198,980 ლარი. აქედან 5,793 ლარი ავტომობილის დაფინანსებით. რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით 2015 წელს დასრულდა გარდამავალი პროექტი სოფელ მუხათში ელექტრონული ქაბლების დასახლების საკანალიზაციო სისტემის საერთო სამუშაოები. მოეწყო საკანალიზაციო სისტემის ცენტრალური მაგისტრალი. განცხადის შენობა ნაგებობები, ბიოლოგიური ბუბულები, პროექტის დილებულება შეადგინა დაახლოებით 9 მილიონი ლარი. გარდამავალი მუდაცნეს შაშენაც რამდენიმე სოფელში გაკეთდა წელსაც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა ქალაქ თეცხალოში იგორის ქუჩაზე არსებული სტადიონის რეაბილიტაციო სამუშაოები. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო გარე განათლება. პროექტის დილებულება შეადგინა 27,300 ლარი. სოფლის ხარჯების პროგრამის ფარგლებში სოფელ მუხათში წყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა სკოლის მოწყობის სამუშაოები და ფაბრიკის დასახლებაში მინი სტადიონის რეაბილიტაციო სამუშაოები. საერთო დილებულებით დაახლოებით 20,000 ლარი შეადგინა. 2015 წელს მომზადდა საპროექტო სახარჯარო დოკუმენტაცია 2016 და 2017 წლისთვის. სოფელ ასულეთში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე დილებულებით 4,500 ლარი. სამუშაოებზე დედა გამოცხადა ფედერალში ეს კომპანია მიიღო მონაწილეობა მიგერზე შეფასება შეჩერების სამუშაოები და დაავადებული ხელშეკრულებები გამოყენებული კომპანია. ასევე სოფელ ბორბალოში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე დილებულებით 1,500 ლარი საპროექტო თანხებია. წელს აღნიშნულ ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ასევე სოფელ სამგრელის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე დილებულებით 3,300 ლარი. სამგრელში შაშანგარისნა ახალდახალის საშუალო სკოლა მოტესტირებული იყო სასმელი წყალი, მაგრამ იქიდან დააზიანა რამდენიმე კილომეტრიანი მიწარევა, სოფელი ირაკიდან მიეწოდებოდა ამ სოფელს. ის არეგულაციო სამუშაოები სამგრელში ისეთათა სამუშაოები აკადემიად ჩაუვლილი პროფესორული ინჟინერი პროფესორის რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე სიტუაციის შემდგომ საფრთხის სისტემას რაც კომუნიკაციაშია მომზადდა ასევე 2015 წელს სოფელ ასულეთში სტრადის ქუჩის სოფელ მარაგდასა და სოფელ ხორთისში მიწასწორების რეაბილიტაციო სამუშაოები მაქსიმუმ 10 წლამდე სოფელ ასულეთში სტრადის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები თავისთავად დაიწყება. მომზადდა პროექტი სოფელ გუდარეთისა და სოფელ ვაკის მიწასწორების ხიდის ელექტროდებული დაბლის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო
მომზადა თანხა შეადგინა 21,240 ლარი. ეს თანხა გამოყოფილი სტიქიის საჯარისო სამუშაო თანხებიდან. ამის პროექტს სამთავროს ექსპერტიზა გაუგებია. სამუშაოს შეადგენს 800,000 ლარს. ამის შემდეგ დაფინანსების შემთხვევაში ექსპერტიზა განხორციელდება. სოფელ მუხათში ფაბრიკის დასახლება სასწრაფო წყლის ჭარბობის და ქსელის მოსყობაზე მომზადა საპროექტო პროექტი დირექტორების 1350 ლარი. სოფელში სასწრაფო წყლის ჭარბობის მოსყობის დაარსებულ აუზზე დაერთების სამუშაოების დირექტორები 1350 ლარი. ასევე სოფელ გორჯიაში სასწრაფო წყლის ჭარბობის მოსყობის დაარსებულ სერთა დაერთების სამუშაოების დირექტორები 300 ლარი. სოფელი დიდიარის სასწრაფო წყლის სისტემის რეალიზაციის დირექტორები 300 ლარი. სოფელ პარტიაში სასწრაფო წყლის სისტემის რეალიზაციის დირექტორები 300 ლარი. სოფელ ჭიჭარის სასწრაფო წყლის სათავე ნაგებობების ტუმბოს და სასწრაფო წყლის ცენტრალური მაგისტრალის მოსყობის პროექტების დირექტორები 2000 ლარი. სოფელ ჭიჭარის სასწრაფო წყლის სინტაქსების რეალიზაციის პროექტების დირექტორები 2000 ლარი. სოფელ პარტიის ჭარბობის მოსაცავად საჭირო საპროექტო თანხაში არის 1500 ლარი. სოფელ გორჯიაში ენერგიაში თბილისში ფარსტში და მუხათში საერთო დირექტორები 8000 ლარი. წელს აგებილია აღნიშნულ სამუშაოზე ჩვენი თანადაფინანსებით 600,000 ლარი. სამუშაო შესრულება 600,000 დაიხატება ორი ქუჩის რეაბილიტაციის კანალიზაციის. სოფელ ასურის სამების ქუჩის გარდაქმნით აღნიშნეთ ქალაქ ეწვალოში ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე პარკში სკვერისა და სკვერის მოწყობაზე დირექტორები 1300 ლარი. ქალაქ ეწვალოს გრიგორის ქუჩაზე მდებარე ადმინისტრაციის რეაბილიტაციაზე დირექტორები 1000 ლარი. ამ პროექტების განხორციელების შედეგად გამოჯობესდება მუნიციპალიტეტის დასახლებაში დასახლებების წყალმომარაგება შეიქმნება მოსახლეობის აღმოჩენილი ძეგლზე გამოჯობესებული გადაადგილების პირობები, გამოჯობესდება მოსახლეობის დასახლებები, რომელთა ხელისუფლებაში დაყო აბსოლუტური ქაოსი, აიტიები და შეფასებები დაურეგისტრირებული შენობებში, გადადების გადასახადება, გადასახადების ვისუსტნენ და აბონენტების გასმარებდა, ეს სიტუაციას მოწესრიგდა. მაშინ მოკლედ მოგახსენებთ 2016 ბიუჯეტს აქტიობის შემოსრულები უპირობად შეადგინა აქტიობის შემოსრულები არის ბევრი 800,000 ლარს, გრანტები 1,350,000 ლარი, გათანადებული ტრანსფერი 3,800,000 ლარი, იქნებები ტრანსფერი 2,700,000 ლარი, კონკრეტულად განყოფილი ტრანსფერები 2,300,000 ლარი, სხვა შემოსავლები 5,100,000 ლარი, არაფინანსური ყრება 100,000 ლარი, არაფინანსური აქტივების ყრება გარდამავლობაში 800,000 ლარი. 2016 წელს დაგეგმილი ღონისძიებები. ასევე პრიორიტეტულად რჩება ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, აღდგენა და რეაბილიტაცია, დასახლებების წყალმომარაგება, საბავშვო ბაღების დაწესებულების მშენებლობა, რეაბილიტაცია, წელს დაგეგმილი ორი ახალი ბაღის მშენებლობა, როგორც ზემოთ მოგახსენებთ, რეაბილიტაცია, წყალმომარაგების მოწყობა ახალი ჭარბობილების და ქსელების, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ორი ინფრასტრუქტურული პროექტების თანხამ შეადგინა დაახლოებით 3 მილიონი ლარი. აქტიობის ბიუჯეტიდან 623,800 ლარი, ფონდებიდან დაფინანსებით 1,600,000 ლარი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 705,000 ლარი, მაგრამ მოგეხსენებათ წელს შარშემთხვევის გამარტივების შესწავლით ტექნიკა მოლაპარაკებით, ეს სოფლის პროექტები არის ატდები. მიუხედავად ჩემი არების მოსყოდებისა მოსახლეობისადმი, რომ არბუზი შეიქმნას შეფასებები და იდეწარმოება თუ სხვა განაწილებები სამწუხაროდ ვერ გავხდით. 2016 წელს დაიწყო 98 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. 6 ადგილობრივი ბიუჯეტით 19 რეგიონალური დაფინანსების ფონდიდან, 1 მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 91 სოფლის მხარდაჭერის პროგრამით. ეს არის მოკლედ შეიძლება დაიწყო. ამის გარდა ხორციელდება კიდე რამდენიმე პროექტი, რომელსაც გამამების ქუჩის და მაშანის ქუჩის რეაბილიტაცია, სრული რეაბილიტაცია,
რაც გულისხმობს გორდიულის მოწყობას, გორდიულის განმარტებას, მის მოლაპარაკებები დაახლოებით 6 ჭაბურღილის განმარტებაზე, მათ შორის 3 ქალაქში. ამის გარდა დაგეგმილია დიდგორის ველის სრული რეაბილიტაცია. პროექტი ბოლომდე არის დაფიქსირებული, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ აშენდება მოხდება არსებული ამფითეატრის მოწესრიგება, აუცილებლად დაგეგმდება შემეცნებითი ცენტრი, ასევე დაგეგმილია სოფელ ასურეთის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტი მოიცავს ამ ეტაპზე დაახლოებით 20 მილიონ ლარს, პროექტს ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რესპუბლიკა გაგრძელდება. ძირითადი მიზანი ამ პროექტის არის, რომ დაუბრუნდეს ძველი იერსახე, სოფელ ასურეთს იერსახე გულისხმობა, პავლოვი შეიქმნა გერმანიის მოდელი. შესაბამისად, ამ პროექტის გაგრძელების შემთხვევაში ძალიან პერსპექტივა ექნება ტექსტაროს, გასაქმების კუთხე, ტურიზმის განვითარების კუთხე და ასე შემდეგ. ტურიზმის სხვადასხვა სფეროს განვითარებას მოიცავს, აგროტურიზმი, ეკოტურიზმი, კულტურული ტურიზმი და ასე შემდეგ. მთავარი საკითხი მოკლედ ვიტყოდი ჩვენი შეკრების დაარსი მდგომარეობს რაში, რომ პათოლოგიური დიაგნოზა ფიტომატოლოგიის პერიოდში აბსოლუტურად შეიცვალა სიტუაცია, აქ აღარ არსებობს ვერტიკალური ზემოდანმარტებოდა ყველა პროცესი. სტრუქტურა შეცვლილია სამსახურში, ინიციატივები ყველა დაბადებული ორგანიზმების გამგებლობის და ახალგაზრდების შესაძლებლად ხდება. მაგრამ საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეუძლებელია მე ვერ ვხედავ რაიონის მომავალს. შეუძლებელია ედიკაციის გუნდი დამემართებოდეს ისე, იმიტომ რომ პრობლემები ძალიან ბევრია. მე მივესალმები კიდევ ახალგაზრდები აქტიურად არის ჩართულები და საკითხი დაბადებული განსაკუთრებით შეიქმნა შეუძლთა საბჭო. Chciałbym sobie wspomnieć o tym biurze, tak to jak się wyjaśnienie tak instytucji. Chciałbym sobie wspomnieć o tym, mamy statystykę funkcja ikneba, sazugadujemy komunikację, kiedy każdy sobie sazugaduje widać problemy z modalna gambizoty, sazugadujemy gakiwa, to się to mi problemy się teraz. Odczuwam mikrobiom. Kada pasane sačimo garemo, რომელშიც დარაგინეთ თქვენი ანგარიში. მივედით რომ ყველა საზოგადოების ყველა წევრს გაიზარდოს 4 წლის წინამდე საათის გარემო როგორი იყო საპარლამენტო არჩევნების დროს. ამაზე მოსულობის დარბაზი არის ამჟამად სავსე და არის სამხედრო ასთა ეკონომიკური გამოთქმა. მახსოვს 2005 წელი, როდესაც საჭიროა საკითხი აღნიშნებია სამონასტრო გაზის კომპანიის ავტომობილის ტრანსპორტები. შენიშვნაზე რომ მაშინ ძალიან პრობლემური იყო ელექტრომარკეტება და როდესაც მე მქონდა შენიშვნა ელექტროკომპანიის ხელმძღვანელისადმი, ეს შენიშვნა მოხალხეს იქნა ძალიან აღქმული, ძალიან სხვანაირად და გამგებლის მიერ წარმოქმნილი ცინიკური შენიშვნებზე შეურაცხყოფას ჩემს მიმართ როგორც მოხალხეს მიმართ მახსოვს ეს ძალიან და თავისუფლად საზოგადოების აი ყველა წელს გაიხსენოს ეს სამები. ძალიან კარგია ეს ყველასება და ეს გამოწვეული იმას რომ შეეხეთ რომ რა გაქვს გასაკეთებელი, მაგრამ გასაკეთებელი გვაქვს ძალიან ბევრი. აი ბატონო შესაძლოა კომპანიის წარმომადგენლები დიდი მადლობა მინდა რომ მიხადოთ რომ ჩვენ სუბანში მაგალითად წლის მიწოდება მხოლოდ 6 საათი შეჭერდა გუშინდელი. მხოლოდ 6 საათი და მე რომ მახსოვს მომენტები როდესაც ჩვენ წყალს ყიდულობთ კი არ მოდიოდა ჩვენ ყიდულობთ სისტემებით აი ამ პრობლემებთან უნდა მოვაყენოთ შედარება. გასაკეთებელი ბატონო ჩვენთან ესე იგი ყაზბეგის და ყაზბეგის საზღვრის კეთაზე ის საზღვრის ადგილია და იქ ამხრივია ასფალტი. საჭირო ასფალტი დაისხა გზა, რომელიც პირველი გაკეთა ჩვენთან ეს პროექტი გაფორმდა და ყაზბეგის და საზღვრის კეთაზე დაინგრევა. ეს გაქვს გასაკეთებელი დიდი ხანი მიქრობის ამბები და მე ბატონო გუში გვაქვს კიდევ გასაკეთებელი
ფერნანდიშის პრობლემი ჩუჩა არის მოსწავლებული, მაგრამ დარჩენილია ბატონობის ძეგლის მახლობაში გრაფის ზონი არის თუმანიანის ქუჩის მოსახლეშია ძალიან ისე როდესაც მიდის დასწრაფი დახმარების მანქანა იქ ძალიან დიდი პრობლემები ხასიათდება და მოსახლეობაც ვერ გამოსწორებს მაგრამ როდესაც აი ეს პრობლემა არის მოსახლეში თუ ვერ მოასწავლებს და ძალიან დიდი საფრთხე მოსახლეში არის Anna Carolina, quello che sta dando il trauma di Tadana, dove la cerca di quindi si basta che tu sai che c'è un stato solo tavolo, ma non mi va a შესულდა რამდენიმე პროექტი, რომელიც ბიუჯეტში კაპიტალიზდება. ყოფილა ვიქტორია ბიზნესმენების დახმარება, ვიქტორია ჩემი კოლეგებისთვის ოპერაციის სისტემაში. ეს რეალიზაციაზე მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად თავდაპირველად კონტრაქტიუში ეს გამოშენდა სტატია მარანოიდეო რეკლამა გაუწია გაზეთს, თუმცა შეიძლება საკითხია გაზეთი და გამართა ეწერა რომ წვერის ზარი დაიხარჯა პრომილიონი თანხები, წვერის ზარი ლარია დახარჯვა, ანუ ჩემპიონატ გამოს ხოლმე ტექნიკა აბსოლუტურად უსასრულო თავისუფლად მოგოსახვა სამი მუშაობა ტექნიკა ზარზე, ჩვენ კეთილ მოსყოვის სამსახურის ხელმძღვანელი ესწრებოდა და ფიზიკურად მუშაობდით, ამის ფოტო და ვიდეო მასალაც არსებობს, როგორც თვითონ მინისტრის დაბეჭდა მოგაჯავახში ჩვენთან ერთად. იყო ეს პრობლემა, ხიდი, მაგის ხიდი როცა იყო, ისიერად იმდრესვე ენერგოპრომ შეიძლება იყოს, რომ სიცოცხლის ფასად წვიმის დროს ნაროდი შევიდნენ ეს მარანზავის ხაზები მაშინ იყო ჩაცვლილი და შეიძლება მიღება ჩაიდინეს. ისია როდაუსაშკო დელიფუტება და ასევე სოფელი ირადა მიგრაშენი და ზემოირადა მოსოფლიების საერთოდ სენს როდაუსაშკო ფინანსალურად შეიძლება არცერად დახმარება აღდა მიუხედავად ამისა მოსახლეობის მანქანის მოსახლეობას პირველი მოხმარების პროდუქტი შეუტანეს და ასევე გამოყო ენერგოპროს ქრისტიანი რეაქცია წვიმის დროს ასევე სივრცეების ფასად 20 საათს გადაჭირდა ფერის მიწოდების აღდგენაში ასევე ნაკლებობის დახმარება ეს პრობლემა კონკრეტულად ეს აღნიშნავს რომ ჩვენ მეგობრები ესწრებიან ფასო სამსახურის ხელმძღვანელები ჩვენთან შეხვედრას რომ მაგ პრობლემა და ჩემი პრობლემა არის ერთობლივად ნუმრად მუშაობ და მე არ მახსოვს ფაქტი გაუძლო ყოფილიყო ჩვენში ამას ოფიციალური მოდელები თუ მოქალაქეების წევრი შემოწმებული მე ვადებული ვარ ეს თუმცა სიტუაცია შეიძლება მე არ მახსოვს მოგვარებული გაჩნდა პრობლემა თუმცა ყველაფერი ბიუჯეტთან არის დაკავშირებული და პრობლემები რა თქმა უნდა ბევრი იყო აღსანიშნავია რომ ჩემი მოსვლის დღიდან დაახლოებით რამდენიმე თვეში დაახლოებით ცუდი არ მინდა შემეშალოს ბატონი გიორგი აუდიტის ცენტრალური გამეხმარება თვალსაჩინო ტექნიკის სამართალ დარღვევა გადაცემული შესაბამის სამსახურებში აქ მინდა თქვა ჩემი გუნდი მომართულია სამართლიანობისკენ ისევ მოქალაქეების გოისკენ აკრულ თქვარო იმის ამერშენიშნულ კორუფციის ენერგია აღარდავინდა და ამ შეურაცხყოფა ჩემ დანაშაულს. აჩერხება მაგზას მეგონარი კონსტიტუციაში ეგზაქტს გაკეთება ხელმოქმედებით აღნიშნულის რეაბილიტაციას ახდენს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზედამხედველობას უწევს ბატონოვის ბანშვილი ლევან სპიტაშვილი ემას ხოლმე ასეთი დაავადების საგანის სამუშაოს დაიწყებოდა ხრეშ ბაჭუჭედენ ესე ვთქვათ
მოშკერა საქართველოს. Ასეთი ტექნიკოსი მოსახლეობა დაიწყება იდეას მოცემდა. არამარტივია რამდენიც რეალიზაცია ხდება. ჰუმანიტარული დახმარება. დიდი ეხმარება ასანიშნავია ასევე მარადა ასაცინების დახმარება თითი დროს დიდი დაგეყარა. თორე გაგვიჭირდა თავად კომუნიკაცია და ახალება. იდეალურად აქტუალური ერთ საზღვრის გვერდზე საქართველოს სეირნობა არინიშნა რომ ტექნოლოგიასთან მიღებული ტარიფები საჯარო კერძოდ 200 ლარი, კერძოდ 50 ლარი. ჩემი კოლეგები ჩვენი პრეზიდენტია ბატონი ავტომობილის საკუთარ თავმჯდომარეს მოახდინე და მეტახმება რომ ეს ტარიფები გადასახედია შეიძლება სამჯერადო შეიძლება იურიდიული იყოს ავტომობილი 200 ლარი, თუმცა ჯერ საგანია ეძოფიზე 50 ლარი როცა ადამიანი საერთაშორისო გარეშე გადაიღებული მე ვფიქრობ შეასრულებელია ტარიფები, თუმცა მოსაწესებელია. შემდგომ ვიმჯერებ საქართველოსთან ერთად, ჩვენი მეგობრებთან ერთად, ვფიქრობ უახლოეს მომავალში ეს პრობლემა გადაწყვეტილდება. და თავად კიდე რამდენი გადაგეცვა. ბატონო მე რამდენიმე სიტყვით მოვახსენო რამდენი კოოპერატივი შეიქმნა რამდენი სიტყვი მოდის ხელმძღვანელობისგან და სიტყვები და გავარი პროექტი და რამდენმა გამოიყენა ან თავი რა არის ისე რომ ძირითადად დასაქმებულები არიან სამწუხაროდ საჯარო სექტორში მოსახლეობა ინფრასტრუქტურა რა შეიძლება ამ ეტაპისთვის მაქსიმალურია გაკეთებული ძებით წყალმომარაგებით ამ შემდეგ ასევე ხელს ჩვენ ის კანონი მოგესალმებათ არსებულ დაბაში ქალაქში რომელიც შევიდა მაღალმთიანი რომელსაც მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი თუ შეიძლება ამ საწარმოს აქციები გათავისუფლებული იქნება ობიექტი და საშემოსავლო გადასახადებიდან ამის მაქსიმალური მოტივაცია შექმნა სახელმწიფოს მხრიდან და ჩემი თხოვნა რომ თვითონ თქვენთაგანმა ვიმუშაოთ მოსახლეობასთან სიტყვები შეიქმნა თუ არა ის ცოდნები როგორ გააკეთებენ ბიზნესებმა ჩვენთან არსებობს შესაბამისი სამსახურები და აღქმარები ასე აქტიურად იქნება ამ პროცესში ჩართული ჩემი შევეცდა საბჭო პატრონების სამფრთხილებით ერთ სექტორის განვითარების გარეშე ჩვენ აღგვინდა გააკეთეს და საზოგადოება განვითარდეს საზოგადოება შეიქმნას ერთ სექტორის გარეშე წარმოუდგენელი მაშინ ვარ მიკროფონი პატრონების გასულ მოგესალმებით ჩვენი უბრალოდ მაცხოვრებლების სახელით მადლობა მაღლებმა უნდა გამოთქვა ის შესაძლებელი რომ რეალიზაცია გაუკეთა წყალსადენის ქუჩები დაიფარა ასფალტით ტალავში აღარ მისულებით სუფთად მეტივად მოვდივარ ხოდა ბევრგან გაკეთდა პატარ-პატარა ხაზებია ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ვისაუბრეთ შევქანთმით ტექნიკის მადით გვაქვს ერთი დიდი საფრთხე თუ არის შესაძლებლობა ესე იგი ამ რკინიგზის გადასასვლელი ხალხისთვის გაკეთდეს იმიტომ 200-ზე მეტი ნაკვეთი არის ამ რკინიგზის განმავლობაში და ჩვენ უნდა 6-7 კილომეტრის მანძილზე მოვუაროთ ამ ჭირჭალის დასაწყისში ან სამხრეთის თავზე რომ მერვე შემოუხვიოთ და ჩვენ ნაკვეთებში მივიდეთ. ზოგს უკვე განებებული აქვს ამ ნაკვეთებისთვის თავიდან. ზოგი ჩემხელა ადამიანები რომ ვერ ჩავა თავის ნაკვეთში და ვერ ისარგებლებს იმით ძალიან საფრთხებია. მეორე საფრთხე გვაქვს
კანალიზაციის ამბავი რომ გადახედოთ ეს კანალიზაცია რომ გაკეთდა წინა ხელისუფლების დროს ეს სასაცილო ამბავი ესე იგი დაიწყო ამ ზეგაბანოს ქუჩიდან დაიწყო ფეის წამოწევა მე შემოუხვიეს შვიდობის ქუჩაზე ხალხის ნაკვეთებში გაატარეს შეაპატარეს აი პოსტის დობრა ისე მეკრება შეუერთეს საერთო კანალიზაციას და დამჭი ესე იგი აი ვერნატრება რომ ამ საკითხზე ვინმე ილაპარაკობს ვინმე ხობობს ვინმე გავიმართოს თუ ამ საზღვრება ამაზე მე სიკეთეს ცხოვრებაში ამ ხალხისთვის ამ დასაქმებისთვის ესე იგი არ დაკეთება თორე თვითონ იცის ბატონმა გიორგი მამუკამ რა მდგომარეობაში ვარ და როგორი მდგომარეობაა ჩვენ ამბავი არის სულ ესე იგი 700 მეტრი გასაკეთებელი კანალიზაცია რომ შეუერთდეს ეს ქუჩები იმ თავად კანალიზაციას აი ძალიან ხალხთან ხალხის სახელი ძალიან გაითვალისწინოთ და შეაძლოთ შეძლების დაგბარა დიდი მადლობა ბატონო რეკორდზე საუბარი შეიძლება განსაკუთრებით არა ეს დასაქმება ხო რა შეიძლება ეს გამოგებულებას მადლობა ბატონოს მისგან მადლობა მაგრამ ასევე პრობლემას პატრიოტის პროჩანიშნებს და დასრულებული იქნება კინიკის დეპარტამენტის ინსტრუქტორი წელი მოსახლეობის წელი გაჩერება მაქსიმალურად დავიდეთ და ბერიფიციას მოაწერეთ ხელი ასეთ პრობლემაზე არ ისაუბრა კინიკის გადასასვლელად შეეხება ჩვენ ვიმართოთ კინიკის დეპარტამენტს მაქსიმალურობით თუ გაითვალისწინებენ პრობლემას მოგავსეთ დიდი მადლობა შეიძლება მოგესალმებით ჯემა ბორსაძე ამჟამად ცხოვრობ ოდიდეუთა დასახლებაში ამ მუნიციპალიტეტში არ დავადებულო არ გავხსოვდით ისე მაინც დაინტერესებული პრობლემების მოგვარებით მოვისმინე ბევრი რამდენიმე პრობლემა რომელიც ძალიან სწორია თუმცა ჩემი იქო არ არის ასე თუ ისე სწორი მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მithმის მე ჩემს საქმიანობაში პრობლემას გადავიკითხეს ანგარიში კერძოდ ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის რიჩი და ვერ ვიპოვე ამ კითხვაზე პასუხი. რამდენად ეფექტურია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობები ისეთი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არ არიან ასე ვთქვათ აქტიურები. მუნიციპალიტეტში ასეთი ახალგაზრდა ძალიან ბევრია. ანუ უკითხვა მდგომარეობ რაში როგორ გავახსოვრო რა საქმიანობას ახორციელებს მუნიციპალიტეტი, რა აქტივობებს ახორციელებს იმისათვის, რომ გადაიხადოს არამხოლოდ ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან აქტიურები არიან, არამედ მათ ვინც არ არიან აქტიურები, მაგრამ ძალიან ბევრი სხვა ადამიანი თუ არ არის აქტიური, მაშინ და აქტიური ადამიანები დაახლოებით, ხო? რა შეიძლება ახალგაზრდული კურსი ჩვენთან ოდის პროგრამაზე დამოკიდებული, ხო? ჩვენთან სულაგას ამინიმია დასახდა კვალიფიკაციის კოპაძე. ლეონიდა კოპაძე. ლილიას უნივერსიტეტის დამთავრებული სადიპლომო მუშაობა ჩვენთან დასახდა კულტურის განყოფილებაში. მე პირადად ვიზიტები ახალგაზრდა ჩვენთან დასახელებულია ახალგაზრდა ნახია ებრალიძე, იოგი ნაბიაძე, შეიძლება საბჭო ამოიქარ დაკომპლექტებდა ახალგაზრდებისგან, ასევე მუშაობ ჩვენ გვაქვს შენობა, სადაც თვითონ ახალგაზრდები შექმნიან IT-ს რომელი YouTube-ის სახით დააფუძნებენ, რომელსაც შემდგომ საგრებულოსთან ერთად ბატონო
გამიხილავდა ის გადაწყვეტილების შენობა ეკია რუსეთის ვადი, სადაც მოხდება ახალგაზრდების აქტიურობის წარმოჩენა და დანარჩენი ახალგაზრდების გააქტიურება. გააქტიურება რასაკეთებს? შემოგთავაზებენ ყველა ცოდნებს, ეს ახალგაზრდები, არა მარტო ეს ახალგაზრდები მოუწევთ ლექტორებს, ამათი სპეციალისტებს, სხვადასხვა სფეროში ჩატარდება რეკურსები, ეს იქნება საჯარო სექტორის დასაქმებისთვის, კერძო სექტორში დასაქმებისთვის და ასე შემდეგ. ასე ეს პროცესი დაწყებულია, ეს პროცესი უფრო შეუცვლელია. ძირითადად აქტიურობები ტარდება სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისათვის, მაგრამ ის ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული სპორტით, არ არიან რას მოიცავს ეს ორგანიზაცია International ის არის დასწრება გადაზიდვის ცენტრი, ამჯერად მისი ადამიანის დასაქმებულება ახალგაზრდების პოლიტმოსწავლეების და ხანშესულების სწავლობენ რაღაცა პროფესიებს. ზოგი შეიძლება რაღაცა თავის პამპოპილებას იმყოფილებს, შემოსავლის ხალხს გაუშვება, ჩვენ მაქსიმალურად რეკომენდები და ბევრი არასაბიუჯეტური წყაროები დაახმარებებთ, ეხლა ახლა რამდენიმე პროექტი ბიუჯეტური მეგობართა მაგალითის უბრალოდ ისეთი მეგობრის დახები გადაიხურა, ვახან გადახდის ტურიზმო, ჯიმენი გასწავლეთ ტექნოლოგია ის ყველა თუმცა გამოდენა მაქსიმალურად ჩართული განვითარება აქტი ჯემოში ეს პროცესი დაწყებულია მათ ხო ჩაერთვეს ბატონო როს მეოთხე წელია მუშაობ ორგანიზაციაში რომელიც ფინანსის საკითხი ანუ აქ დასაქმებული მაგრამ ეს აკრძალულია ორგანიზაციის უბრალოდ გუშინ ნახეთ რომ იყო ასეთ შეხვედრა ის შესაძლებლობა უფრონება არ მაქვს გამუნიციპალიტეტებთან და დავაზრო მატერიული ინფორმაცია და მიზნული ინფორმაცია და ინფორმაცია მოვიდა მაგალითად რუსოს ის მომყარდა ხო რუსო ჩვენთან ჩართული რუსო ამთავრებს კულინარიას და ნაკური გოგონა და მე მაშინ დაიწყე რესურსი დავინახე აქვს კავშირები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მისი მეცადინეობის შესაძლებლობა მისი აქტივობები ძირითადად მისი აქტივობის მოხდება მოგებული შენობის რეაბილიტაცია რომ გამოცემაზე ვიღუნდე ეს არის გამოცემული დაწესება მაგრამ პროექტების საფუძველზე ჩვენ მიმართავ საქმიანობას და რატომ საქმიანობას მიესალმება მიგესალმები გამოცემები მოხალხეა იქაი რამდენიმე რომ დააკეთეთ რამე ახალგაზრდებს სოარ შესთავაზებთ ეხლა ჩვენ როგორც არასაკუთრებო სექტორი მაგრამ არ უნდა და მე ვაფიქრებ სამოხიცო შესაძლებლობა იქნება ზუსტად ამ ახალგაზრდებისთვის თუ იქნება შესაძლებლობა რომ ხარდაჭერა იყოს მე ესეთი ხარდაჭერა სულ ხარდაჭერას მონაჭერა ყოველთვის მე ყოველწელია საფეხბურთო ხელისუფლება ჩვენ პარლამენტში ისარებინა საერთოდ და გამოგონილია მონაჭერა მე ახალგაზრდებს იმაგების სანქტ-პეტერბურგში და მადლობა ვუყურებ მე შეიძლება რომ მე არ ვიყო რომ მე გამიგზავნა და მე თვითონ ფისკალურ კონტროლს კიდე მოსულ მუნიციპალიტეტზე არის იმიტომ რომ აქ ჩვენზეა მომავალი ჩვენია მომავალი არის უცდარი მოიწევს ეს ის ხალხი თანხმობს ნებისმიერ პროექტს რაც შემდგარშია ყველა უჩქარია შეიძლება დაწეროს ბიზნეს პროექტები ბატონო დაგეხმარება ბატონო სამსახური გულებს რუსოს დაგმართულია ბატონები დაგეხმარება საფუძველზე და ვიმუშაოთ ყველაფერზე დასაქმება მოხდეს რაღაცა პროექტის განხორციელება ასე შემდეგ დიდი მადლობა
სამიო თემაში გომარება ახალგაზრდების მოზიდვა ეხლა მე დავიწყე სურვილი იყო და ესე ვიტყვი რა ახალგაზრდების სურვილი იყო მუნიციპალიტეტის განვითარებაში აქუზე დაახლოებაში რაღაცა როგორი პროექტია თავისთავად მოხდა ეს პროცესი ეხლა მე გამეცხოვა რაღაც ახალგაზრდებს მომიწევდა იმას მიმართულებას მიწევდა ამას მიმართულებას არ იქნებოდა სწორად ანუ თემა არის გომარების შემდეგში რომ ახალგაზრდებმა იგრძნო თავი, თქვენი ქვეყანა, თქვენი რაიონის ხელმძღვანელი არის თქვენი არჩეული, და ალბეთური თქვენ ყველა ვიდეო გემსახურდ ელემენტარულად. ეს არის და ეს. ანუ თქვენ შეიძლება ჩამოყალიბდეთ რასულ და შემდგომში დაგეხმაროთ. თუ ვინმე შეგან მიწება შეიძლება, მე არ ვიტყოდ ახალგაზრდა შეგან მიწება შეიძლება, იმიტომ რომ დაგაგებელია ეს პროცესი, თქვენ мотиваციას ხედავთ და ვერ შევიზუნარიან მოხდა. იქ რომ ჩვენ დაყოლება არ გვჭირდება. ანუ ის რომ ჩვენ თავიდან გამოსვლა რაღაცა პროგრამები და მეტრებიდან არ იქნება სწორ. ჩვენგან არ გვჭირდება. შევისწავლოთ პოტენციალი რაიონის რომ შესწავლილი არ არის ფაქტურია და დაგიგები. გავაკეთოთ პრეზენტაციები კრებულების სახელმწიფოზე და არ შეიძლება ანუ პირველად პროგრამაში რომ ერთად დაიგებს. ზეო ვიდამე შეიძლება გაჩვენოს მედიის რეგიონის და გაგზავნილი შეხვედრა და პირველი საათი აღსაუბრე იყო ახალგაზრდა. შეიძლება თუ გავაკეთოთ შეიძლება. ოღონდ პროცედურა. ეს არის პროცედურა, განსაკუთრებით საკონფერენციო თანხმობას შესაძლებლობა მაქვს ახლა ვისაუბროთ. დიდი მადლობა მოხდა. ძალიან დიდი მადლობა ახალგაზრდას საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისათვის და ასეთი აქტიურობისათვის. მე მინდა შემოთავაზო, რომ გახდე გამგების მრჩევლის საბჭოს წევრი და მუდმივი კომუნიკაცია გქონდეს ამის მეშვეობით ბატონ ბესტიკლად. თუ გექნება ამის სურვილი, ჩვენ ერთად ძალიან კარგად გავაგრძელებთ მუშაობას. ბატონ ბესოს მუდმივ უმეტეს მადლობას ანგარიშის წარდგენისათვის. ქალბატონ ლიზის მოხსენებისთვის, თითოეულად მყოფს მოსვლისთვის, მოსმენისთვის, აქტიურობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ისეთი ქალაქი შევქმნათ, სადაც ყველა ვიცხოვრებთ ღირსეულად. დიდ მადლობას გიხდით და ყველა წარმატებებს გისურვებთ.